რა ან ვინ არის ქართველების ყველაზე დიდი მტერი? ქართველების ყველაზე დიდი მტერი სამწუხაროდ ჩვენი ფსიქოლოგია და აზროვნება. როდესაც ყველაზე ძლიერები ვიყავით მთელს დედამიწაზე, სამწუხაროდ შემდეგ ერთმანეთის განადგურებას ვიწყებდით. ასე არის დასაბამიდან დღემდე. სამწუხაროდ გენეტიკურად ქართველს შეუძლია უფრო მეტად უყვარდეს უცხო ტომელი, ვიდრე საკუთარი ძმა. როდესაც ვიღაცა გეუბნება, რომ შენგან განსხვავებულ აზრზე მდგომი, შენივე სისხლისა და ხორცის ქართველი უნდა შეიძულო და მას გამარჯობა არ უნდა უთხრა და შენ ამ ყველაფერს ზედმიწევნით სიზუსტით ასრულებ და მერე ამით ამაყობ, ეს არის ჩვენი პრობლემა. მემარცხენე მიკომენტარებს, რომ მემარჯვენეები მტრები არიან და ისინი უნდა გავაძევოთ ქვეყნიდან. მემარჯვენეები მიკომენტარებენ, რომ მემარცხენეები მტრები არიან და ისინი უნდა გავაძევოთ ქვეყნიდან. ცენტრისტები ალბათ ჩუმად ვართ. მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრი არის ყველა ქართველი. არ აქვს არსებითი მნიშვნელობა ადამიანი მემარჯვენეა, მემარცხენე, ცენტრისტი, კატალონიის ბარსელონას გულშემატკივარი თუ მადრიდის რეალის გულშემატკივარი. არა აქვს არსებითი მნიშვნელობა 10 წლის წინ დაიწყო ეკლესიაში სიარული, ანუ გახდა მრევლის წევრი თუ 10 დღის წინ. არა აქვს არსებითი მნიშვნელობა ამ ყველაფერს. ამიტომ ერთმანეთს შევიძულებთ ქართველები. მე არავის არ განვიკითხავ, მე თქვენნაირი ადამიანი ვარ, არც ანგელოზი ვარ, არც წმინდანი. ქართველი ვარ გენეტიკურად. მე ვარ ერთ-ერთი კონკრეტული გუნდის გულშემატკივარი, მაგრამ მე მისი საწინააღმდეგო გუნდის გულშემატკივარი ადამიანი, ქართველი, არ მძულს, მაგრამ ის გუნდი, რომელიც მას მოსწონს, მე რასაკვირველია არ მომწონს. აი ასე უნდა მოვიქცეთ. მე პატივს ვცემ ნებისმიერი რელიგიის, ნებისმიერი აზროვნების ადამიანს, მაგრამ მე მაქვს ჩემი აზროვნება და მის განსხვავებულ აზროვნებას კი არ ვცემ პატივს, არამედ მის არჩევანს ვცემ მე პატივს. რასაკვირველია ეს არ ეხება უფლის მიერ ბოძებული საკუთარი სქესის და ეროვნების ცვლილებას. ადამიანის მიერ ეროვნების და სქესის ცვლილება ნიშნავს ღმერთის წინააღმდეგ ბრძოლას და ბუნების წინააღმდეგ ვინც ცდილობს წასვლას, სამწუხაროდ ამ ქვეყნიურად და იმ ქვეყნიურად ხდება გარდაუვალ ჯოჯოხეთში. ეს არის აქსიომა. ღმერთის წინააღმდეგ ომს ვერავინ ვერ მოიგებს. უფალმა როგორიც გაგაჩინა, ისეთი უნდა იყო. გაგაჩინა ქართველი, უნდა იყო ქართველი. გაგაჩინა მამაკაცი, უნდა იყო მამაკაცი. მადლიერიც უნდა იყო ამ ყველაფრის გამო. იმიტომ რომ შენს სხეულს სული შთაბერა უფალმა. აი ამისთვის უნდა იყო მადლობელი. ყოველი დღისთვის უნდა იყო მადლობელი. ვიდეოს ბოლოს კი ქართველებს მინდა მიუმართო. ყველა იმპერია დაინგრევა და დაიშლება, მაგრამ ქართველები აი ამ მიწაზე ვიცხოვრებთ მომავალში. ამიტომაც არც ერთი იმპერიის მიმართ სიყვარული არ უნდა გქონდეს. შენ უნდა გიყვარდეს შენი სისხლი და ხორცი, შენი და, შენი ძმა, შენი ბიძაშვილი, შენი მეზობელი, რომელიც შენნაირია. რატომ არის შენნაირი? იმიტომ რომ შენნაირ გენეტიკურ კოდს ატარებს. და ის იმპერია თუ იმპერიები და მათი მოსახლეობა ნამდვილად არ არის შენი გენეტიკის. ამიტომაც საკუთარი გენი არ უნდა დააზიანო და მტერი არ უნდა გააცინო. სადაც არის სიმართლე და სიკეთე, იქ არის უფალი და სადაც არის უფალი, იქ არის გამარჯვება. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, უფალმა კეთილ გზაზე გატაროთ მუდამ.